მეგობრები, კლასელები და ნაციონალური მოძრაობის დროინდელი გამოცდილი კადრები. რუსთავის მერიაში სამსახურის უფროსების თანამდებობაზე უმეტესწილად არაშესაბამისი განათლების პირები არიან დანიშნული. მხოლოდ რამდენიმე სამსახურის უფროსს აქვს შესაბამისი განათლება, თუმცა მათ შორის არიან ისეთებიც, ვისაც განათლებაც აქვს და ნაციონალურ მოძრაობასთან მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილებაც. დღევანდელი სიუჟეტით ჩვენ სულაც არ ვამტკიცებთ, რომ წინა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გამო ვინმე სამსახური უნდა დატოვოს. ამ სიუჟეტის მიზანი სულ სხვა რამ არის. როგორ არჩევს ქალაქის მერი სამსახურის უფროსების კანდიდატურებს. საინფორმაციო გამოშვებაში გუშინ დავაანონსეთ, რომ იმ პირების შესახებ მოგიყვებოდით, რომლებიც ქალაქის მერმა სამსახურის უფროსებად დანიშნა. ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ დავით ჯიქია მაღალ თანამდებობაზე ახლობლებს და კლასელებს ნიშნავს, ხშირად ვრცელდება. ეს არის ერთ-ერთი ბრალდება, რომელსაც რუსთავის მერს მოსახლეობა და ყოფილი თანაგუნდელები უყენებენ. პოზიციებზე დანიშნული არიან ის ადამიანები, რომლებსაც საზოგადოებიდან ჯიქიასთან მეგობრობა, პარტიული წარსული და წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურობა გამოარჩევს. სამსახურების უფროსების ბიოგრაფიების მიხედვით უმეტეს შემთხვევაში რთულია გაარკვიო, ეს ადამიანები პროფესიონალები არიან თუ მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ღირსებების გამო მოხვდნენ პოსტებზე. ჩვენი მიზანი ამ ეტაპზე მათი ამდროინდელი საქმიანობის შესწავლა არ არის. წარმატებით ასრულებენ თუ არა საქმეს ისინი, ისედაც ნათელია. ჩვენ სულ თავიდან დავიწყებთ, იმ დროიდან, სანამ დავით ჯიქია მათ რუსთაველებზე ზრუნვას ანდობდა. ადმინისტრაციის სამსახურს ჯიქიას მერად არჩევის შემდეგ მიხეილ თათარაძე მართავდა. თათარაძე ის ადამიანია, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ჯიქიას ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერი იყო. თუმცა როგორც ამბობენ, ბოლო პერიოდში ქალაქის მერთან ურთიერთობა დაეძაბა და ის ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე სამსახურიდან დაითხოვეს. ახლა ჯიქია ახალ კანდიდატურას განიხილავს, თათარაძე კი სასამართლოში ჩივის. ეს იყო ერთ-ერთი შემთხვევა, როცა ჯიქიას ერთგული კადრის სამსახურიდან გათავისუფლება საჯარო განხილვის საგანი გახდა. ზოგადად ბევრს საუბრობენ, რომ ქალაქის მერს ერთგული თანამებრძოლები შემოაკლდა. ქალაქის მერის კლასელი მართავს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურს. დავით ჩაჩხიანის სამსახურეობრივი ბიოგრაფია 2004 წელს განათლების სამინისტროდან იწყება და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში გრძელდება. პროფესიით საერთაშორისო კონფლიქტების სპეციალისტი, ჯიქიასთან ახლო მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა. სწორედ ამას უკავშირებენ ამ დრომდე მის პოსტზე ყოფნას. კულუარებში საუბრობენ, რომ მერი ჩაჩხიანის მუშაობით კმაყოფილი არ არის და ის თათბირებზე კრიტიკის ობიექტიც ხშირად ხდება. მერს მისი განაწყენება არ უნდა და ფაქტია, თანამდებობაზე ტოვებს. ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ბიოგრაფიული მონაცემების გამოქვეყნება რუსთავის მერს როგორც ჩანს არ აწყობს. ინფორმაცია არ იძებნება, თუმცა ცნობილია, რომ ალექსანდრე ნავროზაშვილი ქართულ ოცნებაში დროულად პორტირებული კადრია. ის მერიაში ნაციონალური მოძრაობის დროსაც მუშაობდა და იგივე ფუნქცია მოვალეობებიც ჰქონდა. რამდენად კარგად გამოსდის რუსთავის ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე ზრუნვა, ამას თითოეული რუსთაველი ხედავს. სამუშაო გამოცდილებით არ გამოირჩევა ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, რომელსაც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საბუთი ჯერ არც კი აუღია. ამბობენ, რომ კუპატაძე მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ყველა პოლიტიკური გარჩევის მონაწილე იყო. ეს აქტიურობა მერმა დაუფასა. სხვა შემთხვევაში სტუდენტს ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობას არავინ ჩააბარებდა. ქიმიკოსია პროფესიით სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი. მოკრივე ლევან ონიანი. რამდენად ეხმარება მას ქიმიკოსობა წვევამდელებთან ურთიერთობაში ცნობილი არ არის. მისი ინტერვიუებიდან გამომდინარე რუსთავს გაწვევის კუთხით პრობლემები არ აქვს. არც ონიანს აქვს ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება. როგორც ჯიქიას ყოფილი თანაგუნდელები ყვებიან, მოკრივეს ქართული ოცნების რუსთავის ორგანიზაციის წევრების დაცვა არაერთხელ მოუწია. ქიმიკოსი კომისარი წინასაარჩევნო პერიოდში სხვადასხვა კომპანიის კამერების ობიექტივში ხშირად ხვდებოდა. მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურს მართავს პირი, რომელსაც საბიუჯეტო სახსრებს წინა ხელისუფლებებიც თამამად ანდობდნენ. მამუკა მამაიაშვილის ბიოგრაფიაში წერია, რომ მას 1996 წლიდან მხოლოდ ამ კუთხით აქვს ნამუშევარი. ბიოგრაფიის მიხედვით მას გამოცდილება არ აკლია. იმ ფონზე, რომ გავრცელებული ინფორმაციით პოლიტიკური ნიშნით მერიიდან ბევრი ადამიანი გაათავისუფლეს, მამაიაშვილს გაუმართლა. ჯიქიამ მას დროულად მიღებული გადაწყვეტილება დაუფასა და დააწინაურა.
სწორედ ჩვენი ქალაქის მაგალითზე უნდა განვიხილოთ, სჭირდება თუ არა სამსახურს შესაბამისი გამოცდილების მქონე უფროსი. ჯიქიას გარემოცვის ყოფილი წევრები ყველაზე ხშირად იმაში ადანაშაულებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის გაზრდილი კადრები დღეს მისი დასაყრდენი ძალაა. დასაქმებული მეგობრები, კლასელები და ნათესავები კი ფაქტი. ბევრი აქტივისტი სამსახურს დღესაც ელოდება. საუბრობენ იმაზეც, რომ ბევრისთვის მიცემული დასაქმების პირობა დავით ჯიქიამ ვერ შეასრულა და ბევრიც გაანაწყენა. მერიამ ყველა პარტიული აქტივისტი ვერ დაიდია. ხშირად ამბობენ იმასაც, რომ მერიაში საქმეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი აკეთებს.